Zeynep kızım, de bakayım Zeynep bana. şulo. Sen orada Nithari bir როგორ olay გაიგერა olacağını მოხდებოდა? haberini nereden aldın? Ნიშნულობა არ აქვს ვისგან გავიგე დედა. ვიცოდი რომ თავდასხმას აპირებდნენ. სამწუხაროდ იქ ჩემი ძმა მოვიდა. სამწუხაროდ? ახლა ცოცხალი მხოლოდ იმ ადამიანის წყალობით ხარ, ვის მოსვლასაც ნანობს. მის ნაცვლად ვინმე სხვა რომ ყოფილიყო ცოცხალს არავის დატოვებდნენ. არც ქალებს, არც ბავშვებს. დაუნდობლები არიან. Onlarda öyle bir ahlak yok. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც რაშიდისგან გავიგე, შენმა ძმამ შენი გადარჩენის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ყველას საფრთხე შეუქმენი ზეინებ. ყველაფერი ასე ადვილია? შეუძლიათ ასე ადვილად მოკლა? სიცოცხლე რაღაც სიტყვაზეა დამოკიდებული. Kızım, შვილო, zaten hep böyleydi. ეს საქმე ყოველთვის ასე კეთდებოდა. რა არ გესმის? Şimdi Halil İbrahim როგორც კი ამ ყველაფერში ხალილ იბრაჰიმი ჩაერია, უკვე აღარ გესმის? ეგ ლევენთი და მამამისი ამის გამო შურს ხომ არ იძიებენ? მამა არ დაუშვებს ჩემს ძმას აწყენინა. ასე ნუ ფიქრობ, სანამ ფიქრეთის ამიზნე და რა ურჩევიათ. ჩემს ძმას დავურეკავ. Kardeşimi arayayım. Dayımları mı arayacağız? ბიძიას დაურეკავ? დედა, ხომ იცი რომ მათთან შეთანხმება არ შეუძლია. იმიტომ არ ვურეკავ რომ ერთმანეთთან შეთანხმდნენ შვილო. ეტყო ფიქრეთი დაიცვა. ნახოთ ვინ მის დააზარალებს. მიგვირს გულფას ოჯახი მაშინვე პოლიციაში კი არა ჩვენთან რომ გამოიქცა. როგორც ჩანს მათი მიზანი ხალილ იბრაჰიმის მოკლა და ამ საქმის დახურვაა. პოლიციაში რომ დაერეკათ რა უნდა ეთქვათ? სათქმელი არა აქვთ? ეთყობდნენ რომ ეს მათი სახლია. ამის თქმა არ შეუძლიათ. Çünkü o რატომ? იმიტომ რომ ის სახლი ჩემია. Nasıl senin? ეს როგორ? Ben gidip bu ლევენთი ხომ გამოვიჭირე? მერე? Sıra kendini affet. პატიების სანაცვლოდ სახლი ჩემს სახელზე გადმოაფორმა და ფოტოების გამომიგზავნა, როგორც საქორწილო საჩუქარი. Kız doğru mu diyor? მართლა შვილო? მართლა დედა? Oh olsun. მადლობა ღმერთს. Nasıl ახლა ასე ეს შეუძლია ისე ილაპარაკოს როგორც უნდა. Aferin. ყოჩახ. როგორც თუნჯაისგან გავიგე, ყველაფერი ზეინების გამო ჩაიშალა. ესე იგი ძმამ ვერაფერი გააკეთა, იმიტომ რომ ზეინები იქ იყო, თორემ აუცილებლად მოკლავდა, ხომ ასეა? არ მჯერა. მართლა არ მჯერა. როგორ შეგიძლიათ, ჩემი ქმარი, თქვენს ბინძურ საქმეებში ჩაითრიოთ? ხვდები რომ ჩემზე არავინ ფიქრობს და არავის ვეცოდები, მაგრამ გინდათ ბავშვები უმამოდ გაიზარდონ? გინდათ მთელი ცხოვრება ციხეში იარონ? დედის გარეშე დარჩნენ. რა იქნება მამის გარეშეც რომ იყვნენ? დეიდა როგორ შეგიძლია ასეთი სასტიკი იყო? შვილები ხომ გყავს? ჩემი შვილებიც უმამოდ გაიზარდნენ. გინდა თქვა რომ რიზვანმა გაზარდა? მომისმინე არ მინდა შენ საქმეში ჩავერიო, მაგრამ როცა შეიძლება პოლიციაში იჩივლონ, ამ საქმეში ფიქრეთის ჩარევა მართლა არასწორია. მინდოდა ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვეგვარებინა და ფეხებში აღარ მოგვედებოდა, მაგრამ ფიქრეთ ბეის არაფერი გამოუვიდა. თურმე იქ ზეინები ყოფილა. წარმოგიდგენიათ? იქ რა უნდოდა? ზეინებს იქ რა უნდოდა? აშკარაა რომ თავისი მამაკაცი მოენადრა ლევენთ. დეიდა. მომისმინე, ნუ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო, გამაგიჟებ და წავალ, იმ სახლს გადავწვალ. ოდა წადი დაწვი. ჩვენი სახლი დაწვი. სისულელეს ნუ ამბობ. დილით როგორც კი ინათებს ადვოკატებს წაიყვან და პოლიციასთან ერთად მათ კართან მიხვალ. ადვოკატებთან და პოლიციასთან ერთად იქ რა გვესაქმება, განა ეს გვეკადრება? რატომ არ გვეკადრება? ვიღაც არაობა ჩვენ საკუთრებაში ცხოვრობს, მივიდეს და მოსამართლეს უთხრას რა პრობლემაც აქვს. სასამართლოსთან საქმის დაჭერას არ ვაპირებ. ვითომ რატომ არ აპირებ? ის სახლი ხომ შენ სახელზეა? ჩვენთვის რამის თქმა ხომ არ გინდა ლევენთ? Levent. რაც გულისხმობ დეიდა? Evlen. სახლთან დაკავშირებით. ამის საშუალება აქამდე არ მომეცა, რადგან ახლა შანსი მომეცა გეტყვით. მომხდარის გამო ის სახლი ზეინების სახელზე, ზეინების სახელზე გადავაფორმე. Zeynep'in üzerine yaptım. Nasıl yani? რას ამბობ? Düğün hediyesi როგორც საქორწილო საჩუქარი, მაგრამ საიდან უნდა მცოდნოდა რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა? შვილო გიჟი ხარ? Niye böyle bir ასე şey? რატომ მოიქეცი? ზუსტად იმავე მიზეზით, რომლითაც შენ.
განა შენი სახლი და საერთოდ ყველაფერი დედა სახელზე არ წერია? განა დედა შენი ცოლი არ არის? ზეინები ჩემი ცოლი არ არის? უბრალოდ სახლი მის სახელზე გავაფორმე, ამაში ცუდი რა იყო? ეს სახლი იმისთვის მოგეცი, რომ იქ გეცხოვრა, იმისთვის, რომ ხალხში არ შერცხვენილიყავი, იმისთვის, რომ რაც გინდოდა იქ გეკეთებინა და არა სხვების დასანახად. როგორ შეგეძლო სხვისთვის მიგეცა სახლი, სადაც ჩემი ნივთები და ფული ინახება, ისე რომ არც კი მკითხე? რომელი ფული? ხმა არ მინდოდა, მაგრამ აზრი აღარ აქვს. საიდუმლო ოთახში სარდაფში ფული იყო. რა თანხაზე ვლაპარაკობთ? კითხულობს კიდეც რამდენი იყო? 6 მილიონი დოლარი. 6 მილიონი დოლარი? დიდი ფულია, მამა. დიდი. მაგრამ ვერ ხვდები ამდენი ფული დამალე და ამის შესახებ რატომ არაფერი არ უთხარი არც შვილს და არც ცოლს? ყოჩახშენ. ის არტყმარა რომ ქურდებს სახლი მივეცით. გამოდის ფულიც მიგვიცია რომ კიდევ უფრო შეგვარცხინონ. ძმაუნესინ. შენს ადვოკატებს ხვალად მოიყვან. მე დავილაპარაკები. ვიციან გվել ქარასუს რასაც უზამ. ნამსო. ვერეცინებ. ხო. ასია მართალია. ეგ კარლი მართალი რაში უნდა იყოს? იმაში რომ სხვებისგან განსხვავებ. Beni mi kayırıyormuş? სხვებისგან მასხვავებ? Baba daha geçen gün მამა რამდენიმე დღის წინ პირდაპირ მითხარი რომ ის უნდა მიყვარდეს ვინ შენ მოგეწონება. და ცოლად იმას გავყვები, ვისაც შენ მოისურვებ. ასე მასხვავებ? მე შეიყვარე არა? გათხოვდი? Evlendim mi? Yok. არა. Peki Kargi bütün de bunların amis sanat karşılığında olduran sana o bir gibi şey de. oldu mu? Hayır. არა. Ama sen მაგრამ შენ რა გააკეთე? düşmanım. ჩემს მტერთან თანამშრომლობა დაიწყე. Beni ჩემი და შენი საყვარელი ძმის წინააღმდეგ წახვედი karşına და aldın. თან Üstelik ვისთვის ne için biliyor musun? ვიღაც ცინგლიანის გამო. Sümüklü bir çocuk için. Bana çok benziyor. ძალიან მგავხარ ზეინებ. Ters. ჭკვიანი ხარ. Diksi. ჯიუტი. Bir tek მაგრამ ერთ რამეში არ მგავხარ. o da korkusu. შიშის გრძნობა არ გაგაჩნია. sen mi შენ korkuyorsun? გეშინია? დიახ, Çok korkusu. ძალიან მეშინია. Hem de თან çok. ძალიან ძლიერად. Sen doğduğun günden მას შემდეგ რაც დაიბადე ძალიან მეშინია რომ რამე მოგივა. იმიტომ რომ Seni başka bir სხვა yere ადგილზე koydum. დაგაყენე ზეინებ. Baba მამა, daha geçen gün რამდენიმე beni დღის bir წინ ისე mal მათხოვებდი birine თითქოს veriyordun. სავაჭრო საქონელი ვიყავი. Bunu farklı bir yere სხვა koydum. ადგილზე დაყენება ამას ნიშნავს? ზეინებ შენ იმ ცხოვრებით არ გიცხოვრია რომლითაც მე ვცხოვრობდი. ეს ცხოვრება თვითონ არ ამირჩევია. Evet. დიახ, შემეძლო გარკვეული მცდარი გადაწყვეტილებები მიმეღო და კიდეც მივიღე. მაგრამ არა იმიტომ რომ ასე ვარჩი, არამედ იმიტომ რომ იძულებული ვიყავი. Mecbur kaldığım için verdim. Mesela sen მაგალითად, როცა გინდა გადაწყვეტილება karar vermek მიიღო, istediğinde tercih ediyorsun. შენირჩე, მაგრამ მე იძულებით გადაწყვეტილებებს ვიღებ იმისთვის, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები არ mecbur დაზარავდნენ. kaldığım kararları veriyorum. მაგრამ დადგება დღე და შენც მიიღებ გადაწყვეტილებას არა იმიტომ რომ ასე არჩიე, არამედ იმიტომ რომ იძულებული ხარ. Tercih ettiğin için დამიჯერე. değil. Mecbur შენს kaldığın ცხოვრებაშიც დადგება ასეთი დრო. Ne yemek? იძულებული რატომ ვიქნები? Mesela მაგალითად იტყვი რომ მამა შენის მკვლელს ცოლად ვერ გაჰყევი. ან შენი ძმის ya da მკვლელს. abimin katili. სურვილი გექნება ეგ ძაღლის ლეკვი აირჩიო, მაგრამ O sümüklü მაგრამ ვერ çocuğu შეძლებ.
იმიტომ რომ იძულებული იქნები ამ ოჯახის ბედის წერით იცხოვრო. შეიძლება დღეს არა, მაგრამ მოვა დრო და მამა შენს გაუგებ. Bugün olmasa da ძალიან მიყვარხარ ზეინებ. bir gün babana ძალიან მიყვარხარ ben seni çok და seviyorum. ვიცი რომ შენს გიყვარვარ. Senin de beni sevdiğini ამაში biliyorum. დარწმუნებული ვარ. თამარ თუ საქმე არ გაქვს სახლში წამიყვანე კარგი? რომელ სახლში დაო? ჩემს ქმართან ჩემს სახლში. Kendi evime. İşim var benim. საქმე მაქვს. კარგი, მაშინ ბიჭებს უთხარი წამიყვანონ. ესე იგი ფიქრე თან წახვალ, რომელმაც სახლიდან გამოგაგდო. და დაუბრუნდები. გულია შეგიშვებს? რაც უნდა ისკნას დედა. იქ ჩემი სახლია. ამ გოგოსგან ვერაფერი ისწავლე არა? იქ არ იქნები, სადაც საჭირო არ ხარ. ეთესგან რაღაც ვისწავლე. რა ისწავლე? იმ ბავშვს ეზრუნავს, რომელიც ჯერ არ გაჩენილა. მეც ორი შვილი მყავს და თან საყვარელი ადამიანისგან. აიშე, იმ სახლში წახვალ, სადაც არავის სჭირდები. ნადიბი ახლა გამუდმებით დაგამცირებს. ზეინებზე უკვე არაფერს ვამბობ. ცუდად მოგექცევიან და იცოდე მე რა წამოყვანა არ ვთხოვო. ამჯერად მამა შენი აღარ მიგიღებს. იმ სახლში ცუდად არავინ მეკცეოდა დედა. დედა ნადიმი ყველაზე ძალიან ცდილობდა ოჯახი არ დანგრეულიყო. იმ სახლში არ არიან ისეთი ადამიანები, ვინც ცდილობს ჩემი ქმარი მკვლელად აქციოს თქვენსავით. თითქოს მისი ქმარი წავიდა და ჩვენი მტერი მოკლა. ჩაიყავა დალია და დაბრუნდა. ზგავსიც არაფერი ყოფილა დედა, ნუ იგონებ. ჩემი ძმა მართლა მის მოსაკლავად წავიდა, მაგრამ როცა ზეინები გამოჩნდა, ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლო. ამ თემას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ Konuları ama ზეინები იქ რატომ იყო? niye soruyorsun რატომ ki? გითხულობ? Artık beraber იქიდან yaşadığımıza göre გამომდინარე, რომ ახლა şeyler ერთად paylaşalım ვცხოვრობთ. isterim ben de. მინდა ერთმანეთთან Yoksa ben ვისაუბროთ. otururdum. ოთახში დავრჩებოდი და იქვე ვისაუზმებდი. Niye çağırdın? მაგიდასთან რატომ დამპატიჟეთ? Aferin benim güzel ყოჩახ, ჩემო ლამაზო ყოჩახ. Aferin. ხედავთ როგორ ლაპარაკობს ყოჩახ. რა თქმა უნდა, გაიგებ, ყველაფერი გეცოდინება. ის შენი უფლებაა. ამ ოჯახის ნაწილი ხარ და თან ძალიან დიდი ნაწილი. Dostumuz kimdir? გაიგებ, Düşmanımız ვინ kimdir? ჩვენთვის მტერია და ვინ მოყვარე. Başkaları სხვებისგან gibi განსხვავებით yanlış არასდროს tercihler არჩევანს არ yapmayacaksın. გააკეთებ. Bence yeterince yanlış bir tercih ფიქრობ, yapmış ყოფნით burada. უკვე საკმარისი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. Ayşe. აიშე, Her şey için teşekkürler teyze. ყველაფრისთვის დიდი მადლობა დეიდა. თქვენი ნებართვით. წადი, ნებას გაძლევ, წადი. Haydi. წადი. არ მჯერა. სკანდალი რატომ არ მოვაწყვე დედა? Engellersin diye მეგონა düşünmüştüm. ხელს შეუშლიდი. engel olacak? ხელი რას უნდა შევუშალო? beni kocamla წავა და hepimiz იტირებს რომ yağ ქმარი alacak. წაართვეს. მაინც ხრივად დარჩება. Nasılsa dul kalacak. დიდარი მაინც მოკვდეს. En azından zengin dönsün. სიმდიდრეს რაც შეეხება ჩემო ლამაზო. ადვოკატთან შეთანხმებით. საბუთები მოგიმზადე. Ben შეგიძლია ამ სახლში იმდენ ხანს დარჩე, რამდენიც გენდუმება. Sen bilirsin. İstediğin აქ kadar ყველა burada გაფასებს, ეს იცოდე. Burada მაგრამ başım შენივე tacısın, კეთილდღეობისთვის გეუბნები თუ გინდა sen neyin იმ için? ყავის გამყიდველს დაშორდი. İstersen ხელი მოაწერე და ამით ყველაფერი დავამთავროთ. Atim დამიჯერე, რასაც ვამბობ, მოგებული დარჩები. Nasıl ასე olacak როგორ ki? გამოვა? Sonuçta თემელმაც ხომ უნდა temelime მოაწეროს imzalaması ხელი. gerekmiyor mu? Ben onu ამას მე hallederim. მივხედავ, O iş პრობლემა bende. არ იქნება. Sen bana მხოლოდ diyeceksin. მითხარი. Ben Ginde boşanmak kaçırdı istiyorum ya da Tuara. istemiyorum. Ben აქ boşanmak რატომ istemesem ვიქნებოდი burada ne işim განქორწინება, var? რომ არ მინდოდეს Ziya. ქალბატონო ასია?
Biz bu çocukları Çeni çok şilebi şımartmışız. medismedat Bak, gavanebivret. bak şu kıza. Am gogonas Bu ne შეხედე. gurur. რა Bu ne ამაყია. asalet. რა კეთილშობილი. Aferin. ხოჭა, Serkan, ძადი, git. ძადი. Git ათოკად avukatlarla საბუთები kağıdı al. გამოართვი. Sonra ben gideceğim, მოგვიანებით çıkacağız მეც მოვალ და seninle. ერთად წავიდეთ. სად უნდა წავიდეთ დედა? Ben gidip kahveciyle görüşeceğim. წავალ და იმ ყავის გამყიდველს შევხვდები. Temel'in თემელის babası mı? მამას? Temel'in babası. თემელის მამას კი არა, Bizzat Temel. თემელს შევხვდები. Anne hani onlar დედა ახლა იმ Levent სახლში abinin არიან, dediği რომელიც evler ძმა var ya. ლევენტმა აჩუქა. Karışma. ნუერები. Nerede olur რა მნიშვნელობა აქვს სად არიან? ხალილ იბრაჰიმიც იმ სახლშია ასიე მოკლავენ. Sen beni hiç მაინც tanımamışsın. ვერ გამიცანი ზუხა. Bana hiç kimse ვერავინ hiçbir ვერაფერს şey დამიშავებს. yapamaz. Hadi kalk git sen de. ადექი მანქანა მოამზადე. შვილო, ჩემო პატარა, არ ენერვიულო. აქედან გაგიყვანთ. როგორ გამიყვანთ დედა? დედა, ტელეფონები ისმინება. რა მოხდა შვილო, რამე უკანონო ვთქვი? მომიყევი რამე ცვლილებაა? ძმა ფიქრეთმა მოკიდა საქმეს ხელი. აშკარაა ოჯახის ჩაუდგება სათავეში. ძმა რიзвანი უკვე მოხუცია. სწორი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია. ეს თვითონაც იცის და სხვებმაც. ძმა ფიქრეთმა რა თქვა? მოკითხვა გადმოგცა. არაფრის თქმა არ არის საჭირო. ფიქრეთ ბეის ორჯერ თქმაც კი არ შირდება. გმერთ მაქნაც დედა. 2 წუთი დარჩა. ტელეფონი ჩემს ძმას მიაწოდე და ველაპარაკები. შვილო, ღმერთის იმედი არ დაკარგო. ძალიან მიყვარხარ. მეც მიყვარხარ დედა. İyi misin kardeşim? კარგად ხარ ძმაო? რამე ხომ არ გჭირდება? კარგად ვარ, მადლობა ღმერთს. რაღაც მინდა გადმოგცე. Bir emanet var. ხომ მიუტან? Sana verecek. Onun yerine ulaştırırsın. მითხარი. პირადად მიუტან. Bizzat gel. მაგაზე არ ინერვიულო. Sağ ol. მადლობ ძმაო. დედა, Anne რა, oraya gittiğimizde bir თუ შანსი მომეცემა იცოდე რომ ჰალილ იბრაჰიმს ვესვრი. haberin olsun. Silah mı? იარაღი წამოიღე? Yaparsın. ყოველთვის თან მაქვს. Nerede? სად? Torpidoda. მან უჯრაში. Anne ne yapıyorsun? რა საკეთებ დედა? Bas, bas yürü. მიდი, წავედით. ნუ ზოზინებ. Bak işte yine. ისევ იგივე სიმეორებ, ღმერთო. Tamer oğlum. თამერ არ გააკეთო, თამერ გაჩერდი, თამერ იარაღი არ ატარო. Anne. დედა, რაც მოხდა საკმარისი არ არის იმისთვის რომ ჰალილ იბრაჰიმს ვესროლო. და მე რას ვაკეთებ? ქორწინების საბუთები ხელის მოსაწერად მიმაქვს. Sen bu არ გინდა ამ ოჯახის მართველი იყო. მინდა, İstiyorum. მაშინ მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. Neymiş o? რომელი გამოსავალი? ის რომ არ მოკვდე. ფაქტია რომ ამ ოჯახში ყველა მამაკაცი მოკვდება. ჩვენი ოჯახის მამაკაცებს ვინ კლავს დედა? Halil İbrahim. ჰალილ იბრაჰიმი ბოლოს მამა შენს მაინც მოკლავს. O Fikret abin. შენს ძმა ფიქრეთს კი მის გამო რომ არაფერი შეუძლია, კაცრად გაუსწორდებიან. მე სიმსაც მოკლავენ. ხოლო შენ და თუნჯაი დარჩებით. Hanginiz თქვენ elinize ორიდან ის silah გადარჩება, almazsanız რომელიც იარაღს ხელში არ აიღებს. და ოჯახის უფროსიც ის იქნება. დედა, Ben senin bu მხოლოდ ერთ anlattıklarından რამეს pek bir şey მივხვდი. anlamıyorum. სანამ ცოცხალი ხარ ამ ოჯახის უფროსი, შენ Bu გარდა aileyi senden başka kimse- ვერავინ იქნება. ამაში მართალი ხარ. ოჩა, Aferin sana. როგორ ხარ მუსაფერ? Ne işin var burada? აქ რა საკეთებ? Yeni eve taşınmışsınız. ახალ სახლში გადმოხვედით.
Hayırlı olsun aga. მოვედი რომ მოგილოცოთ. Asiye. ქალბატონო ასიე, Çek git აქედან buradan. მივბრძანდი. Kimsenin başını belaya sok. ხალხს პრობლემებს ნუ შეუქმნი. Ben Halil İbrahim'le აქედან არ საწავალ სანამ ხალილ იბრაჰიმს არ დაველაპარაკები. Beni dinler. დაუძახე, მე მომისმენს. Ey, კარგი, bekle bakalım. აქ დაელოდე. Ne diyeyim şimdi bu kadar? მაკროს რა უნდა უთხრა? Sen bir şey deme. bana. არაფერი უთხრა, Ben წავალ და giderim, ისეთ uzunca პასუხს dolar გავცემ, როგორცაც იმსახურებს. Kadın başına ქალი bu ჩვენთან işleri მოვიდა, çıkarmış. გინდა ეს თუ არა İşine gelir და gelmez. გვითხრას რაც უნდა და Söyleyeceğini წავიდეს. söylesin, რა მოხდა? yollasın gider. Halil ხალილ İbrahim. იბრაჰიმ, Müsaade et gidip ben ნება konuşayım. მომეცი მე Zaten დაველაპარაკო. içimde tuttuğum ისედაც konular ბევრი var. მაქვს სათქმელი. Kesin Eda Nur'un başına eda bir şey ნურს geldi. რაღაც შეემთხვა. Yoksa bu kadın თუ რომ ეს üretmemiş, ქალი აქ buraya რატომ kadar მოვიდოდა? gelmiş. Osman, ოსმან, sen Asiye'nin ქალბატონი içeri ასიე შიგნით შემოიყვანე. Can Bak, başıya şey- mı getireyim? Evet. ხო, Tamam. კარგი. Ali İbrahim, ჰალილ იბრაჰიმ, o kadına benim მაგ de bir ქალთან şey- სათქმელი მეც Müsaade მაქვს. et, ben de ნება მომეცი მეც შევხვდე. Benim de ona მასთან söyleyecek çok სათქმელი şeyim მეც var. ძალიან ბევრი მაქვს. Saymakla ჩამოთვლად დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ Ama müsaade edin. თქვენი gidip ნებართვით dinleyin. მე წავალ და მოვუსმენ. Konuşmaya değer bir şey varsa თუ sizlere რამე ileteceğim. მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი, Eğer გადმოგცემთ yoksa და gönderirim gider. თუ არა, გავაცილებ. ხალილ იბრაჰიმი მართალია. ყველას ნერვებს მოუშლის. Asiye Hanım, ასიე ჰანიმ, çantanı ჩანთა მაჩვენეთ. იარაღი არ მაქვს. Bizimle yalanlara თქვენით გულებით უკვე ყელამდე ვართ, მაჩვენეთ. çantana göster. აი, Haydi geç. შემოდით. შენ აქ დარჩი. Anne içeridesin. Dede, Marto Daktovo. Bana hiç kimse არავინ bir şey არაფერს yapamaz დამიშავებს. Hasan. აქ დარჩი. Buyur Asiye Hanım. ხოლთ ასიე ჰანიმ. როგორ Nasılsın ხარ, Halil ხალილ İbrahim? იბრაჰიმ? ხო, Buyur. გმადლობ. Sizi dinliyorum Asiye Hanım. გისმენთ ასიე ჰანიმ. თავაზიანობისთვის დიდი Teşekkür მადლობა. ederim Halil İbrahim. შეხვედრაზე Beni უარი არ მითხარი. ის რასაც Söyleyeceklerim ახლა გეტყვი არ parayla, უკავშირდება düşmanlıkla, ფულს, dostlukla, მტრობას, მეგობრობას, işle ან alakalı საქმეს. değil. Bunun ამ თემების dışında ne გარდა konumuz სხვა რა var? უნდა იყოს? Merak ettim. დავინტერესდი. Eda Nur kızımız. eda ნური. Artık ne არ ვიცი რას hissediyorsun, ne ფიქრობ, მაგრამ düşünüyorsun ორსულადაა ben და bilmem. ბავშვს Ama o გააჩენს. kız hamile. O Ay, çocuğu istemem. doğuracak. ამაზე Konum უნდა bu. გელაპარაკო. Asiye Hanım. ასიე ჰანიმ. Biz ჩვენ yanımızda არავინ olanlar გვაინტერესებს bizimle. მათ გარდა, Kimseyle ვინც ilgilenmiyoruz. ჩვენ გვერდითაა. Nasıl yardımcı ჩვენ როგორ olabiliriz უნდა size? დაგეხმაროთ? Bana değil. მე არა. Ben bir şey მე istemiyorum. არაფერი Eda მინდა. Nur istiyor. eda ნურს Ben უნდა. sadece elçi. მე მხოლოდ შუამავალი ვარ, სულ ესაა. Ne რას yazıyor წერს lan? ჰალილ იბრაჰიმ? Kardeşim ჩემელს demek დაუძახე ძმა, უთხარი მოვიდეს. გასცენ. კარგი. Kaç ლეონდელი დღის ჩათვლით, რამდენი ოჯახი დაანგრიე, დათვლილი გაქვს. რამდენი ადამიანის კოშმარის მიზეზი გახდი. Sen შენ და შენი შვილი, იავუზი. Hala karşımda ჯერ oturuyorsun. ისევ Halil ჩემ წინს İbrahim. იხარ, Benimki ხალილ yeterli იბრაჰიმ. değil. გამოდის შენი ოჯახი საკმარისად Seni ვერ yuvarı გავანადგურე. dağıtabilirdim o zaman. მაშინ ჩვენთვის პრობლემა აღარ იქნებოდი. İşte o zaman başımıza Tam bela geçmez. alamazdım. ჯერ პრობლემას არ წარმოვადგენდა ასიე ჰანიმ. daha yeni başlıyor. ყველაფერი მხოლოდ ახლო დავიწყეთ. Gel kardeşim. მოდი ძმაო, დაჯექი.
მოდი. თემა მას უკავშირდება. გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. როგორ უნდა მივხვდეთ ეს ედანურის ხელმოწერა თუ არა? ხელმოწერა ედანურისაა, მაგრამ საიდან უნდა ვიცოდე, რომ მას არ აიძულეთ? შეიძლება რთულ მდგომარეობაში ხარ. ადამიანს არ შეუძლია მიიღოს ეს ფაქტი, რომ აღარ უყვართ. აღარ ისნამისუნ. ცოლი ყავს და ის სხვა კაცისგან არის ორსულად. აღარ უყვართ. ამას მე კი არა. ამას ედანური ამბობს. მე რა შუაში ვარ. რა მნიშვნელობა აქვს გაშორდი თუ არა? იყავი და აღარ ხარ. ის ბავშვი ჩემი შვილიშვილია. სიხარულით მივიღებ. მართალია. ადამიანს არ შეუძლია გაიაზროს, რომ აღარ უყვართ. მაგრამ ედანური თვითონ მოვიდეს და მითხრას. და ამის შემდეგ ხელს მოაწერს. კარგი. წამოდი. ჩვენ სახლში წამოდი და პირადად გეტყვეს. თქვენთან სახლში წამოსვლა შეიძლება. რას ნიშნავს არ შეიძლება? მაშინ სად? უნდა დავწმუნდე, რომ ედანურს ამის გაკეთებას არ აიძულებენ. ედანური ზეინებთან მოვა. იქ დაილაპარაკებენ. თუ ყველაფერი ისეა, როგორც ამბობ, დანარჩენი უკვე აღარ გვაინტერესებს. ხომ ასეა ძმაო? ძმაო, ხო, ზეინები. ჯერია სემინი ახლა ზეინები. ყველა კაცი ერთნაირია, ყველა. ერთი ძავა, მეორე მოვა. ასეა. ასეა ჰანი, ოსმან. უკვე თქვა რაც უნდოდა. წამოდით ასეა ჰანი. პასუხს ზეინების საშუალებით შეგატყობინებთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ხალილ იბრაჰიმ. ძმაო, რამე მითხარი, რომ ედანურმა ხელი ძალით მოაწერა. მითხარი. ძმაო, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ედანურს ძალიან უყვარხარ. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. სიმართლე ის არის, რასაც მის თვალებში ხედავ. რაც არ უნდა გითხრას, გულს მოусმინე. ესმის? გულს მოусმინე. ქალბატონო, ფიქრეთმა რაც არ უნდა თქვას აიშე ჰანიმს შემოსვლაში ხელი ვერ შეუშალე. ამას რატომ ამბობ? ეს აიშეს სახლიცაა. რა თქმა უნდა ხშირად მოვა. აბადიე დედა, მოდი ის გიხდი. შვილო, დამშვიდი. ასე ნუ ამბობ. შეცდომას ყველა უშვებთ. მოდი დაჯექი. შენც ბოდიშს გიხდი ზეინებ. თქვენთვის ზიანის მიღება არ მინდოდა. შემეშინდა რომ ფიქრეთს რამე მოუვიდოდა. აიშე თუ ვინმე ძალიან გიყვარს, იმ ადამიანისკენ უგეშინია ვინც რამეს დაუშავებს. არამედ იმის, რომ შეიძლება თვითონ დაუშავო. მართალი ხარ, თუ შანსი მექნება თუ უკან მიმიღებთ, ფიქრეთი თუ მიმიღებს. ზიანს აღარასდროს მივაყენებ. ძმა ფიქრეთმა მკაცრი მითითება მომცა. შეუძლია შვილები ნახოს, მაგრამ მისი ნახვა არ მინდა. ასე რა გამოვა? გამოვა. მოთმინება და დროა საჭირო. მაგრამ თუ რამე გამოვა მხოლოდ აიშეს მსხვერპლის გაღებით. ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა, დედა. არ ინერვიულო.
აიშე, დარწმუნებული ხარ, რომ ამჯერადაც ორ სახლს შორის არ დარჩები? იქ რომ ყველაფერი არ გამეწყვიდა, აქ მოსვლას ვერ შევძლებდი. დასასვლელი არსად მაქვს. გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ერთ დღეს აქ ხარ, მეორე დღეს იქ. როგორ უნდა გენდო? ფიქრობ, უკვე გითხარით. თქვა რომ არ მივდივარ და ზეინეფანი მარტო გავუშვა? იქ მივდივარ, სადაც მეუბნება. ადამიანი იმ ადგილის ერთგული უნდა იყოს, საიდანაც პურს იღებს. არ გეთანხმებით, ფიქრეთ ბეი. ადამიანი ან ერთგულია, ან არა. პური კი ყველგან შეიძლება იყოს. მე თქვენი დის ერთგული ვარ. არასწორად ნუ გამიგებთ, მაგრამ თქვენთან მიმართებაში უმადური არ ვარ. დაფიქრდით. ძალიან სულელი ხარ, იცი? ეს სიტყვები მამაჩემს რომ უთხრა თავში გესვრის. თუ მოვადღე და მამა თქვენი ჩემს სიკვდილს მოინდომებს, ფიქრეთ ბეი, ამ კითხვებს დამისვამს. მანამდე კი მირჩევნია ისევ სულელად დავრჩე. კარგი. ძმაო, თუ თავისუფალი ხარ, მინდა დაგელაპარაკო. ხედავ? რა ერთგული ხარ, ის კი გეუბნება, წადი, მინდა ჩემს ძმას პირადად დაველაპარაკო. იმიტომ რომ საქმე შენ გეხება, ძმაო. მე რომ ეხებოდი, სარც დავუმალავდი. რა თქმა უნდა, თქვენი ნებართვით. დაჯიქი. მე რა თემა მიკავშირდება? აიშე მოვიდა. კარგი. ბავშვები ნახოს და წავიდეს. არ წავა. ძმაო, თავის შეცდომას მიხვდა. გამოცდები კარგად ჩაგიბარებიათ. მამამ მითხრა, ჩემო ყაჩაღებო. ერთ კვირაში ისევ გამოცდა გვაქვს, დედა. კარგი, ერთად ვიმეცადინოთ. ბავშვებო, დეიდაელებთან ერთად ნამცხვარი მოგიმზადეთ. მე დედასთან დავრჩები რა. მე და მამამ უნდა ვილაპარაკოთ. კარგი? წადი და მეც მალე მოვა. კარგი. მიდი შვილო. ზედანებას მოგცემ. შვილო, მეტისმეტად ბევრი სკანდალის უფლება მოგეცი. საკმარისია ფიქრებ. ეს თემა უნდა დაიხუროს. და ეს ჩემსა და ჩემს ცოლს შორის უნდა გაიყვეს. ზეინებმა მთხოვა და ამიტომ მოვედი, თორემ არ მოვიდოდი. მარტო დაგტოვებ, თხოვ. დედა უკეთესია, მარტო ვილაპარაკოთ. კარგი. სამზარეულოში ვიქნები. არ ეჩხუბო, შვილო. ფიქრეთ. ჩემი ქმარი ხარ. ჩემი შვილების მამა. სერიოზული შეცდომა დავუშვი. გთხოვ, მაბადიე. ვერ გაპატიე. ფიქრეთ, შენთვის არ მიღალატია. მე მხოლოდ ერთი წუთით. არ გიღალატია? აიშე, შენთვის ღალატი რა არის? არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი. როცა რომელიმე ცოლისგან ან ქმრისგან რამეს დამალულად აკეთებს, ამით ატყუებს და ღალატობს. და იცი რატომ აიშე? იმიტომ რომ შეცდომა რომ არ ყოფილიყო, არც დამალავდი. ფიქრეთ, შეცდომა დავუშვი.
Adibas amidom gtxov. Ama çocuklar Მაგრამ არა შვილების გამო. იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ. Senden ayrı უშენო ცხოვრება არ მინდა. Adibas amidom gtxov. კიდევ გვაქვს რამე სათქმელი? Beni öldürsen. თუნდაც მომკლა ამ სახლიდან არ წავალ. Söyleyeceklerim სულ bu ეს არის kadar. რის თქმაც მინდოდა. Gerisi sana kalmış. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია. Burada al sana შენთვის წერილი მაქვს. თავს გაუფრთხილდი. Ne işi var აქ რა უნდოდა? Ayşe abla აიშეს თავისი ნივთები უნდოდა გავატანო. Aa, eve kabul ესე იგი etmişler ya. მიიღეს. მადლობა ღმერთს პრობლემები არ შეექმნა. Sen Ayşe ablanı შენიერია. ara. აიშეს დაურეკე და უთხარი რომ მე და ედანური ერთად მივავთ. O görümcesi olacak. Zeynep Zeynep'e Sultras da söylesin. ismi Gobrevic Gitsin Gaaptınız. arkadaşlarına haber versin. Haydi. Ben hiçbir şey anlamadım მე და anne. ვერაფერი Tamer გავიგე. anlatırsa. თამერი აგიხსნის. Geliyor Asiye. ასია მოვიდა. ასია ხანი İmzaladı mı tamam? თემელმა ხელი Tam მოაწერა. imzalayacaktı. უკვე ხელის მოწერას აპირებდა, როცა ხალილ იბრაჰიმმა უთხრა, საიდან უნდა ვიცოდეთ, რომელი მხარე აირჩია. ან რა ვიცით გოგოს რას დაპირდითო. Bunları რას duyası უნდა para დავპირდეთ? olmuş Zuhal. მხოლოდ ფულზე Herkesi ფიქრობენ kendileri gibi ზუღალ. bilirler. ყველა ისეთი გონიათ, როგორც თვითონ არიან. უხარიათ, რომ სახლი და ფული მიითვისეს და ახლა ლაპარაკის მეტი არაფერი დარჩენიათ. Yani. რას გულისხმობთ ასია ხანი? Yani. ეს ნიშნავს, რომ შენთან პირადად უნდა შეხვედრა. Ben görüşmek მასთან ლაპარაკი არ მინდა. Neden? რატომ? როცა თვალებში ჩახედავ პირობას დაარღვევ, Sözünden mi Asiye. cayacaksın? Ne alakası ეგრე var? შუაშია ასია ხანი. უბრალოდ არ მინდა სახე შევუყურო ადამიანს, რომელმაც შუა გზაზე მიმატოვა. მოგიწევს კიდევ ერთხელ აიტანო. ჩათვალე, რომ სასამართლოს ხდომაზე ხარ. Buraya mı აქ მოვლენ ასიე. Nasıl olacak საჩი o iş? ხდებიან. Zeynep'e güveniyor. ზეინებს ენდობიან. Onun yanında შეხვედრა მასთან konuşacak. დანიშნეს. Bize hazır. წადი მოემზადე. შემოვხედე. მოდიად. Şöyle რამე üzerine güzel ლამაზი bir şey. ჩაიცვი. Ne kaybettiğini ნახოს რა görsün დაკარგა. bakalım. კარგი. ძალიან დავიღალე. Zuhal. ზუხალ, Sen şu Leyla Leyla'nın Satakşi odasına yadi. çık. Komodinin Komodis ikinci meure ucraşı çekmecesinde bir quti kutu ders. var. Bak bakalım Naxi onun şignit içinde furtsali böyle xomar boş ares. bir kağıt var mı yok mu? Oh ne ეს demek? რას ნიშნავს? Kıza bir mektup გოგომ geldi. წერილი მიიღო. Bence ფიქრობ cezaevi. ციხიდან გამოუგზავნეს. Bak bakalım. ნახე, Bakayım bir. კარგი წავალ ნახავ. ლეილა. ლეილა. Efendim teyze. დიახ დეიდა. ლეილა, მშობლები მეორე სახლში მიდიან. დედა შენმა დამაბარა, რომ მე და ნურს მოწესრიგებაში დაეხმარო. Kendi kıyafetlerine კარგი, bir şeyler ayarlayalım. ჩემი დასაცმრიდან შევურჩევ რამეს. კარგი.
როგორც ივარაუდი ასია. წერილი ციხიდან იყო. სასიყვარულო წერილია. ახლა რა ვქნათ? ახალგაზრდებს გონიათ, რომ საფლავის ქვა, რომ საფლავის ქვა მხოლოდ მოხუცებისთვისაა განგუთვნილი. სულელები. მომეცი. ნედიმე. ჯენგიუსი მედი მივეცი, მაგრამ გზაში ალიქემალმა მითხრა, რომ არასწორად მოვიკეცი. რა თქმა უნდა, არა. განაიმედის გარეშე ცხოვრება შეიძლება. რა თქმა უნდა, კარგად მოიქეცი, რიზმალს რამდენჯერ მევუთხარი, მაგრამ უბრალოდ თემას სვლის. ხომ იცნობ როგორია? ძმა რიზმალის იმედი დავკარგე. ჩემი შვილი ციხიდან გამოყვანა მხოლოდ ფიქრეთ შეუძლია. ღმერთმა გნას. დედა, შვილო რა მოხდა? დავიფიცე, რომ ორ სახლს შორის აღარ ვიქნებოდი, მაგრამ რა მოხდა, დაჯექი? მითხრეს რაღაც გადმოგცეთ. ოპასუხე, რომ არ ვაპირებდი, მაგრამ მინდა იცოდეთ. რა არის შვილო? დღეს აქ მოვლენ. ჯოჯოხეთში წასულან. ეს კარი მათთვის დაგედილია. რატომ მოდიან შვილო? ედანური, გოგონა რომელიც თარიქისგან ორსულადაა. ზეინებს უნდა ელაპარაკოს. რაზე უნდა ელაპარაკოს? საკმარისია. ზეინებს ამ საქმეში უჩარევენ. თავი მომაბეზრეს. ზეინებ. დიახ, დედა. მოდი აქ შვილო. რა მოხდა, დედა? ასია ედანურთან ერთად მოვა. ვიცი. არ დაელაპარაკო შვილო. დედა, მათთან ლაპარაკს არ ვაპირებ, მართლა. ედანურს ვითომ განქორწინება უნდა. თემელი კი ჩემი მეგობარია ბოლოს და ბოლოს. უთხოვა გავიგო, განქორწინებას ასია აძალებს თუ მართლა თვითონ უნდა. ზეინებ. ეგ თემელი ხომ ადრე ჩვენების წინააღმდეგ სროლაში მონაწილეობდა. მისი აქ მოსვლა რამდენად სწორი იქნება. თემელი ჩემი მეგობარია აიშე. შემიძლია ჩემს მეგობრებს მაშინ შევხვდე, როცა მინდა. რა თქმა უნდა, უბრალოდ გითხარი, რომ ფიქრეთ ამ პრობლემა არ ქონოდა. შენ თუ არ ეტყვი, ვერაფერს გაიგებს. თუ ეტყვი, არც ეგ მაინტერესებს. ცუდს არაფერს ვაკეთებ. ზეინებ, ჩემო ლამაზო. ძალიან კარგი განზრახვა გაქვს, მაგრამ საქმეში სადაც ასია ჯარდული, შეუძლებელია კარგი განზრახვა იყოს. დედა, უკვე გთხოვე მოსულიყვნენ. 2 წუთი ბაღში დაველაპარაკები და გავუშვებ. ვალდებული არ ხარ ასია ნახო და აიდანო. კარგი? იცი რამდენი დამიჯდა ის, რომ ღამით დაწყებული საქმე ვერ დაასრულე. არ ვიცი ზეინები ამას აკამდე როგორ გავზარდეთ. თუ გინდა მამა ჩემს კითხე. ვერ ხვდები რას გულისხმობ. იმას, რომ ზეინები მოკვდებოდა. ღმერთმა დაგვიფაროს. ფიქრეთი სწორად მოიქცა. ასე იყო საჭირო იმისთვის, რომ ზეინებს არაფერი მოსულოდა. ზოგიერთი რამ ფასდაუდებელია. ზეინები ამით რის გაკეთებას ცდილობს. გვემუქრება, რომ ყველაფერს აღიარებს. ნესიმს ქონება ჩამოართვეს და უკვე ზეინების სახელზეა გაფორმებული. მისი ძმა ცდილობს ჩვენს მტერს ესროლო, ზეინები კი ამაში ხელს უშლის. რიзвან, რა უნდა შენს ზეინებს? აქ იმისთვის არ მოვსულვართ, რომ ზეინებზე ვილაპარაკოთ დურსონ. ფიქრეთმა გუშინ ვერ გამონახა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჰალილ იბრაჰიმი მოეკლა, მაგრამ მასთან დალაპარაკების შესაძლებლობა ჰქონდა. ანუ ის, რომ ამ ადამიანთან მოლაპარაკებას ვერ შევძლებთ. კიდევ უფრო დიდ ზიანს მოგვაყენებს.
ჰალილ იბრაჰიმმა იცის ყველა ჩვენი საქმის შესახებ, კავშირებზე, მოწოდების წერტილებზე, ჩვენ საწყობებზე, ინფორმაცია აქვს ყველაფერზე. ყველაფერზე. მერთო ჩემო, ამდენი საიდან იცის? შენ როგორ ფიქრობ? შენი ადამიანი რომ ეწამებინათ ამდენ ინფორმაციას მაშინაც კი ვერ გასცემდა. უკვე რამდენჯერ თქვით? საიდან უნდა გწოდნოდა რომ საქმე აქამდე მივიდოდა, რაც არ უნდა იყოს ჩვენს ბიზნესში ქალებთან საქმეებზე არ ლაპარაკობენ. საუბრობთ კერძების გემოზე, შეცვლილ ავეჯზე, ქალების ჩაცმულობაზე. თქვენ სახლში ყველაფერი სხვაგვარადაა, როგორც ხვდები. კარგი, რაც მოხდა. ამის შემდეგ საცავების ადგილმდებარეობას არც ერთ ჩემს პარტნიორს არ ბეთყვი. ჩემი შვილის გარდა. ფიქრობაზე უფრო უსაფრთხო იქნება ჩემი საქმიანობა. როგორც მივხვდი დურსუმ საცავების მდებარეობა შეცვალე, არა? დიახ, რიзвან. სწორად მოქცეულ ხარ. ახალი ადგილმდებარეობა მეც კი არ მითხრა. მე კი მარშრუტებს და შეხვედრის წერტილებს შევცვლი, მაგრამ ამ ცვლილებების შემდეგ ჰალილ იბრაჰიმს თავს არ უნდა დავესხათ. რას გთავაზობ, რიзвან? როგორ შეიძლება მაგ ადამიანს თავს არ დავესხათ? ზუსტად ამიტომ მინდოდა ყველა ერთად უყოფილიყავით ნესიმ. ფიქრეთი გთავაზობს ჰალილ იბრაჰიმი, მოვიწვიოთ, მოვუსმინოთ. გავიგოთ ჩვენგან რა უნდა. იმისთვის რომ დრო მოვიგოთ? სწორად გავიგე? არა. ეს ადამიანი ძალიან ჭკვიანია და მისი მოტყუება არ გამოგვივა. სჯობს გულახდილად ველაპარაკოთ. უკვე მიითვისა ნესიმის ქონება, მისი ფული, მიითვისა 6 მილიონი, რომელიც დამალული ჰქონდა, ამიტომ ვფიქრობ არ იტყვის უარ შემოთავაზებაზე, რომელიც ფულთან იქნება დაკავშირებული. აბა დაფიქრდით. ამ მილიონებზე ის ელაპარაკობ თითქოს ლირა იყოს. ეს დოლარია. დოლარი, რიзвან. ამის შემდეგ ერთ ლირასაც კი აღარ მივცემ. მეც ასე ვფიქრობ. დაურეკოთ, მოვიწვიოთ, მოვიდეს და თანხა შევთავაზოთ. თუ არ სიტყვის გასვლისას მოვკლავთ. მე ასე ვიტყოდი, მაგრამ ვფიქრობ შეეშინდება და არ მოვა. რა სიტყვით? მე მგონი ნამდვილად არ მოვა. ნესიმ, უკეთესი იქნება თუ შენ შვილს აიძულებ გაჩუმდეს. იქნებ რაიმე შეთანხმებას მივაღწიოთ. კარგი. ამიერიდან არაფერს ვამბობ. არც კი მომიახლოვდეთ. ფიქრეთ. თუ საქმე რამდენიმე ლირას ეხება, შეგვიძლია მივცეთ და თავი დაგვანებოს. იმის გამო არა, რომ საფრთხე მემუქრება, უბრალოდ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენგანის რეპუტაცია ჩვენი საერთო რეპუტაციაა. სწორად ვფიქრობ. ფიქრეთ. სადან როგორ უნდა მოვიწვიოთ ეს ადამიანი? მითხარი. ერთად სადილი, ამიტომ შემოგთავაზეთ. ძმა დავუთი ძალიან სანდო ადამიანია, უკვე მრავალი წელია მის დაწესებულებაში არავისთვის უსურვიათ. ადამიანები აქ თავის მტრებთან ერთად მოდიან, ერთმანეთს ეუბნებიან ყველაფერს, რისით თქმაც უნდათ, მაგრამ სროლა აქ არ ხდება. და ამის შესახებ ყველა მიცის. ჰალილ იბრაჰიმი ამ ადგილის შესახებ აუცილებლად იკითხავს, ამიტომ ვფიქრობ, თუ მოვიწვევთ, აუცილებლად მოვა. კომპრომისი იქნება თუ არა, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. მოგვიწევს უკან დავიხიოთ და დავიხევთ კიდეც ნესიმ, მაგრამ თავარია რამდენით დავიხევთ უკან. ბატონებო, ვერავით არ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, თუ უბრალოდ დავსხდებით და დავილაპარაკებთ. ჰალილ იბრაჰიმ, კართან ორი ახალგაზრდა გაუგიათ, რომ აქ ხარ და შენთან დალაპარაკება უნდათ. საიდან გაიგეს, რატომ მოვიდნენ? ვინ არიან? არ ვიცი, ალბათ ოსმანის მეგობრები არიან, შენს გიცნობენ. მართლა? რა ქვია ძმა იუსუფ? ერთ ჯემალი და მეორეს სექტი? დიახ, სექტი. კარგად ვიცნობ, ჰალილ. კარგი ხალხია. მეტყევეები არიან, შეშას აგროვებენ, მერე კი ყიდიან. ჩვენგან რა უნდათ, ძმა იუსუფ? საიდან უნდა ვიცოდე, ჰალილ? ალბათ შენ გეტყვიან. მაშინ მეწავალ, ნახავ.
თუ საჭირო იქნება, უბრალოდ მოусმენ და გაუშვებ. ოსმან, ჩვენთან მოსულ ადამიანებს ასე არ გაუშვებთ. შემოიყვანე და მოусმინოთ. კარგი? ჰალილ იბრაჰიმ. თემელი ხომ იქ არის? იმედი არაფერს დაუშავებენ, არა? თემელს უკვე დაუშავეს, რაც შეეძლოთ. და მიჯერი ამაზე მეც ვერაფერს უზამენ. მართალს ამბობ, მაგრამ მამის გული მშვიდად ვერ იქნება, შვილო. ბიძია. იხარი სანამ ოსმანი მოსულა, ოგუზი რას ამბობს? პროკურორმა ბრძანება გასცა ყველას უთვალთვალონ, ლეტოს ოჯახსაც და ჩვენს. ანუ ოგუზი ამბობს, რომ წითელზეც კი არ უნდა გავიაროთ. არ გითქვამს, რომ ამაზე იმათ უნდა იფიქრონ, ვინც ქალაქში ცხოვრობს. ეს უბრალოდ პირობითად ვთქვი, ოგუზს ამ სიტყვებით არ უთქვამს. მიხვდი. გეტყობა რომ მიხვდი, დილიდან აქეთ-იქით დადიხარ, ფიქრო, რა უსიამოვნებებში გაეხვიო. ეს თანაგრძნობის ნაკლებობის გამო ჭირს. განაოდეს მე დაგვიდევს თავი დედის ან მამის მხარზე. მართალი ხარ. აი მოდიან. მობრძანდით. გამარჯობა. მოგესალმებით. ერთმანეთს გაგაცნობთ. ჰალილ იბრაჰიმი, ჯემალი. ეს კი სექტია. ბიძია დერვიშ ალბათ იცნობთ. დიახ, ვიცნობთ. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მოდით დასხედით. სულ ეს ხართ? რას გულისხმობ? ლეტოს ოჯახი ფეხზე დააკენეთ. ჯევათ გაიტანო მოკალით. ქორწილში შეიჭერით. თქვენ კი მხოლოდ ეს ხართ? და ამის გასაკეთებლად რამდენი ადამიანი გჭირდება ჯამალ? გითხარი აქ რისთვის მოხვედი? მე და ჩემი ძმა შეშას ვაგროვებთ. შრალი მორი ვიპოვეთ, გვინდოდა 40 მოგვეღო, მაგრამ თხრილი კიდევ უფრო გაღრმავდა. ამოწიეთ და თავსახურს მივაგენით. გავახეთ და იარაღით სავსე საცავი აღმოჩნდა. იმედია ხელი არ მოკიდეთ. ქურთაღლუს იარაღია. გაჩუმდი და ქურთაღლუზე ზღაპრებს მორჩი. მაფიის საცავს არ გავს. უფრო კონტრაბანდისტების საწყობია. ალბათ იქ 105-ია, მე კი გეტყვით, რომ 10,000-ზე მეტია. მის გვერდით კიდევ ერთი სამალავია, რომელშიც დალუქული პაკეტებია. ცხადია, საწამლავია. ასეთი რა სამალავია, რომ 10,000-ობით ყუთი ეტევა. ჩვენც თქვენსავით დავინტერესდით. თის ქვეშ სამალავი გააკეთეს. მე რით შემიძლია დაგეხმაროთ. თავიდან ვიფიქრეთ, პოლიციაში წავსულიყავით, მერე სექტიმ თქვა, ამ ლეტოებს ხომ ჰალილ იბრაჰიმი ებრძვისო, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენთვის გვეთქვა. თუ ინფორმაცია არაფერში გამოგადგება, წადით და პოლიციას უთხარით. იმის თქმა გინდათ, რომ ორი საცოდავი ძმა ვართ. ლეტონების მიერ შემთხვევაში გაიგებს, რომ პოლიციას ჩვენ ვუთხარით. იმ კარიერს ჩვენზე გააფორმებენ და ამის გამო 50 წლით ციხეში ჩაგვსვამენ. კარგად მოიქეცით. შეგიძლიათ გითხრათ ეს სამალავი სად არის? ჰალილ იბრაჰიმ, შორიდანვე დავინახეთ, რომ კართან შეიარაღებული ხალხი დგას. ჩემმა ძმამ ამიტომ იკითხა, რამდენი ხართ. ეს ჩვენი საქმე არ არის, ჰალილ იბრაჰიმ. რადგან საქმეში ფხვნილი წურებია, პოლიციაში წავიდეთ. ყველაფერს ისინი მიხედავენ. ზუსტად რომ ჩვენი საქმეა, ბიძია. პოლიცია საჭირო არ არის. მოემზადეთ. მანქანებში ჩასხედით. მეც ახლავე მოვალ. გილოცავ, ძმისშვილო. პრობლემამ, რომელსაც ეძებდი, თვითონ გიპოვა. ნადიმე სახლში არ არის? საქმე ჰქონდათ და გავიდნენ. ჭკვიანი ქალია. იცის რომ ისი ფიზიონომიის დანახვა არ მინდა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გმადლობ. ბაღში გველოდებიან. წამოდი ედანურ. ჩემი თანდასრებით ილაპარაკონ. ბაღში რა უნდათ? სამწუხარო ჩემს მეგობრებს სახლში ვერ შემოვიყვან. ეს საკითხი მხოლოდ მათ შორის უნდა მოგვარდეს. არც თქვენ გეხებათ და არც მე. უბრალოდ მოწმედ ვიქნები. ხო, მოწმედიყავი, მოწმედ. ედანურმა ყველაფერი უნდა უთხრას, რაც უნდა. ექთემელი კი მოусმენს და ხელს მოაწერს. სხვა გზა არ აქვს. ბაბა, მომიყევი რა ხდება? არაფერი დეიდა.
შენს ქმარს ერთი წვეთი თავმოყვარეობაც არ გააჩნია. მაშინვე მიგიღო არა. ქმარს არ მივუღივარ დეიდა. დედა ნადიმემ მიმიღო. ნადიმემ. კარგი. ამახა მიქნებათ რომ ხვალ ბავშვის ჩასახვის საშუალებას მაინც გამონახავ. ამ საქმეს მარტივად მოაგვარებ. ედანურ ეს განქორწინების თემა საიდან მოიტანე? ასია თავისებურად მამოწმებს, მაგრამ მის თვალებში ნდობა დავინახე, როცა ხელი მოვაწერე. თემელს და ხალილ იბრაჰიმს რა უნდა ვუთხრათ? მხოლოდ ერთი რამ გთხოვე. ჩემი საიდუმლოს შესახებ არავის ეტყვი. თუნდაც ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი ამის გამო შეურაცხყოფას მაყენებდეს. ედანურ, ჩემი აზრით ჯერ კიდევ არ არის გვიანი უარი თქვა. ეს ყველაფერი ალბათ არ ღირს. თემელთან ერთად გაიქეცი. ზეინებ არ გაჩერდებია. თემელს ხელს თუ ჩავკიდებ და ერთად წავალთ. შვიდად ცხოვრების საშუალებას მოგცემე? ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სადილის დროს განიხილავენ შენი ძმა თავიდან როგორ მოიშორონ. ველას გჭირდებით. შენც გჭირდები. არავის არაფერი არ უნდა ვუთხრათ. ასიეს გვერდით უნდა დავრჩე, იმისთვის რომ თქვენი დაცვა შევძლო. შევთანხმდით? კარგი. როგორც გინდა. შევთანხმდით? პასუხი ვერ გავიგონე. შევთანხმდით. ხალილ იბრაჰიმისთვისაც კი არ მithქვამს და არც ვეტყვი. მაგრამ ნუ დაუმალავ, როცა შენი ქმარი გახდება. უთხარი თუ რომ ხომ ხედავ და მალვით სადამდე მივედი.